საქართველოს მენტალური არითმეტიკის საერთაშორისო შეჯიბრებას და მსოფლიო თასს უმასპინძლა. რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საგანმანათლებლო ღონისძიება საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში ჩატარდა. საერთაშორისო შეჯიბრში 84 ქვეყნის 1500-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ. დაჯილდოვდნენ გამარჯვებულებიც. კონკურსი თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა. გვსურს მადლობა გადავუხადოთ ეროვნულ უნივერსიტეტს სეუს მასპინძლობისთვის. ჩვენ ვმასპინძლობთ სტუდენტებს 80-ზე მეტი ქვეყნიდან. ეს საქართველოსთვის სიამაყის მომტანია, რათა წარმოაჩინოს ჩვენი კულტურა და ინოვაციური განათლება. გვსურს მადლობა გადავუხადოთ ჩვენს პარტნიორებს. ამაყები და ბედნიერები ვართ, რომ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს მიეცა შესაძლებლობა 2 დღის განმავლობაში ემასპინძლა ამ ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ღონისძიებისთვის. ეს არის მენტალური არითმეტიკის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი. მსგავსი ღონისძიება პირველად ტარდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სამხრეთ კავკასიაში და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით. ჩემპიონატში დავიკავე პირველი ადგილი და არც ისე რთული იყო ჩემთვის ეს. წინა წელს ვიყავი ინდოეთში, იქაც პირველი ადგილი დავიკავე და კიდევ